ჯარისკაცის ჩანაწერები ამ სახელწოდების წიგნის წარდგინება გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ოფისში გაიმართა. გამოცემის ავტორია ყოფილი ჯარისკაცი ლევან გვეტაძე. ავტორი თავს გადახდენილ საინტერესო ამბებს გვიყვება. აღსანიშნავია, რომ ლევან გვეტაძემ 12 წელი სამხედრო სამსახურში გაატარა. მან საქართველოს სახელით თითქმის ყველა საერთაშორისო მისია გამოიარა. ლევან გვეტაძე 2020 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ტყიბულის რეგიონულ ორგანიზაციას. ავტორი მოგვითხრობს სამხედრო აკადემიაში ჩარიცხვის პერიოდზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე და საერთაშორისო მისიებზე. წიგნი ლევან გვეტაძემ დედის ხსოვნას მიუძღვნა. გამოცემის რედაქტორია გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის გამგეობის წევრი პაატა გიგაური, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლები, ლევან გვეტაძის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. თავდაცვის ძალებში გავატარეთ 12 წელი. ჯარიდან წამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე ისეთი საერთაგადასავლო ისტორიები მქონდა, რომ საერთოდ ძალიან ცოტას ვლაპარაკობ და ჯარის თემებზე მინდოდა, რომ ჩემი ახლობლებისა თუ იმ კითხველების შესახებ მიამბო ის ისტორიები, რომელიც ასე ვთქვათ არ არის ცნობილი, ხოლო ჯარისპირებისთვის ეს ყველაფერი ყოველდღიურობაა. ამ წიგნში არის ზოგადმოცემული ის ისტორიები, რომელიც ჩვენ ვიყავით ქართული ჯარი კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში, ასევე 2008 წლის ომში. გახსენებული მაგ იმდროინდელი პერიპეტიები, ანუ რას ვაკეთებდით, როგორი იყო ჩვენი ჯარის დღიური ცხოვრება, რას ვებრძოდით. ასე ვთქვათ, კიდევ წიგნში არის აღწერილი ის ჩემი მეთაურები, რომლებიც გმირულად დაეცნენ, ბევრი რამე მასწავლეს და ის საბრძოლო ნათლობები გადმოვეცი, რომელიც ასე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით არავის არ დაუწერია. შეიძლება ერთ-ერთი რო პირველი ვარ, ვინც ეს დაწერა. ეს იდეა დამება და იმ პერიოდიდან მოყოლებული, რაც ჯარს რო თავი დავანები. ანუ ჯანმრთელობის გამო წამოვედი ჯარიდან, რაღაც გარკვეული პერიოდი უცხოდ ვიყავი ამ სამოქალაქო ცხოვრებაში. შემდეგ ასე ვთქვათ, ოჯახის დახმარებით ისევ ფეხზე დავდექი. აი ამ წიგნს მე უძღვი ჩემ დედას, რომელიც პანდემიის დროს გარდაიცვალა და ყველაფერი მან მასწავლა. ანუ მშობლებმა ძალიან დიდი წვლილი რო შეიტანეს ჩემს ჩამოყალიბებაში და დავწერე ის ისტორიები, რომლებიც ასახავს ქართული ჯარის ცხოვრებას. მაგალითად, ავღანეთში ჩვენ ვავაშენეთ ქართული ეკლესიები. სულ მქონდა ასე ვთქვათ, დავდი, რომ რაობედი ეწია ეხლა მას. მაგრამ იმ პერიოდში იქ დუღდა ქართული სული და ჩვენ ბევრი რამე რო გავაკეთეთ წარმატებით და ჩვენ ქვეყანას მოუტანეთ, ასე ვთქვათ, დიდი სახელი. კოალიციურ ჯარებში ქართველები ყოველთვის განთქმული ვიყავით, ყველა პატრიოტიზმს გცემდა და ეს ჩვენ ასე ვთქვათ ისტორია დავწერეთ, მაგრამ ეს ისტორია ახლანდელ ჯარისკაცებს მინდა უთხრა, რომ ეს ისტორია მათ უნდა გააგრძელონ. ბიჭები ახლანდელ ჯარში ვინც არიან, აი ვიტყვი რომ ვამაყობ მათით, მაგარი რომ თაობა მოდის, ასე ვთქვათ თაობებთან ცვლა რომ მიმდინარეობს ახლა. მოვიდა ის თაობა, რომელიც უყვას სამხედრო მუნდირი, დროშა, გერბი და ეს ყველაფერი ჩემთვის არის მისასალმებელი. საქართველოში განევირებულები არა ვართ სამხედრო ლიტერატურით ქართულ ენაზე და ეს წიგნი მით უმეტეს არის ჯარისკაცის დაწერილი, რომელიც თავის 12 წლიან კარიერას და რამდენიმე მისიაში, ასევე 2008 წლის ომში მონაწილეობას აღწერს ემოციურად, მისთვის დამახასიათებელი მომენტებით და მე რედაქტორი ვარ ამ წიგნის და როცა თავიდან დავიწყეთ, თვალს გადავავლებ მეთქი და მერე წავიკითხავ და გადავლება რო დავიწყე თვალის, ბოლომდე წავიკითხე, იმდენად საინტერესოა, ანუ სულ გაინტერესებს ამის მერე რა მოხდება, დინამიურად და ემოციურადაა დაწერილი.